მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე სოსო მანჯავიძე გახლავართ. უახლოესი 2 საათის განმავლობაში ბატონი გიორგი გერმანიძე და მე ჩვენ ორივე წარმოვადგენთ მოგეხსენებათ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ვისაუბრებთ აგრეთვე რა ხდება ქვეყნის გარშემო, რა ფარული მიზეზები და ფარული мотивация აქვს ზოგიერთ ერთი შეხედვით გაუგებარ პოლიტიკურ პროცესს და სოციალურ პროცესს და ერთად, ასე ვთქვათ, გულითადი საუბრის რეჟიმში გთავაზობთ ურთიერთობას. შეგახსენებთ ჩვენ ტელეფონის ნომერს, ეს არის 2388 2388 ან შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ Skype-ით, ჩვენი Skype-ის მისამართია მოგეხსენებათ ობიექტივი. ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია და ნებათაღელვა გამოიწვია ბატონო გიორგი გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ობამამ დავით ცნობილ სიტყვაში განაცხადა იმ კანონპროექტის შემუშავების შესახებ, რომელიც ის მალე წარუდგენს წარმომადგენელთა პალატას და რომელიც გულისხმობს მოსახლეო ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის სავალდებულო დაჩიპვას, ჩიპიზაციას, ასე ვთქვათ. ასევე ეს კანონპროექტი გაითვალისწინებს ახალდაბადებული ბავშვებისათვის ჩიპების დაყენებას. ახლა გვახსოვს ჩვენ რომ ადრე სულ რაღაც 2-3 წლის წინ ამგვარი რამე რომ თქმულიყო, აუცილებლად დააბრალებდნენ თქმელს, შეთქმულების თეორიის მიმდევრობას, დააბრალებდნენ რომ ის არის გიჟი, რომ მისი გონება დაბინდულია აპოკალიფსური ესხატოლოგიური მოლოდინებით და შესაბამისად ყველაფერს იღონებდნენ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებები ასეთი ტიპის ადამიანების მარგინალიზაციისათვის. იზოლაციისათვის, ასე ვთქვათ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. ამას ყველაფერს თავის მიზეზები ჰქონდა, უბრალოდ ვისაც არ ჯეროდა, ფაქტის ახეზია, შეგიძლიათ გაეცნოთ ამას და ჩვენ ვისაუბრებთ აი გადაცემის დროს დაუთმობთ ზუსტად აი ამ საკითხს და გადავალთ ასევე სხვა საკითხებზეც. აი ბატონო გიორგი, ჩვენ ერთად მოვისმინეთ პრეზიდენტ ობამას სიტყვა და როგორც ნათქვამი იყო ცნობილ ჟონავდა ინფორმაცია და უშუალოდ იგივე როკფელერის სიტყვები გავიხსენოთ, რისთვის კეთდება ეს ხელოვნური ომების გამოწვევა და მოსახლეობის ამოწყვეტის პროგრამების შედგენა და ასე შემდეგ და ამგვარები, რისთვის კეთდება მათ ხომ მსოფლიოს მთელი სიმდიდრე ხელთ აქვთ, იქ ბატონ როკფელერი ამბობს, რომ ჩვენ მათ დავჩიპავთ იმისათვის, რომ მთელ დედამიწაზე განვახორციელოთ ჩვენი ბატონობა. ჩვენ ვხედავთ ამ პროგრამის განხორციელების, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპს და ახლა ამაზე ვეღარავინ ვერ იტყვის, რომ ეს არასერიოზულია. თვითონ ამერიკის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პირველმა პირმა ეს ღიად განაცხადა თავის სიტყვაში. ძალიან საინტერესო იქნება მოსახლეობისათვის გავაცნოთ ჩვენ მათ, რითი დაასაბუთა პრეზიდენტმა ობამამ მოსახლეობის ტოტალური დაჩიპვის აუცილებლობა. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის შემოძვირფასებო. მინდა მივსამძიმრო ინფორმაციით, რაც ჩვენ მოსახლეობას ბევრს ჯეროდა, ზოგს არ ჯეროდა. ვისაც ჯეროდა იმათვის ახალი არ იქნება, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა თავისთავად, როცა უკვე ალიანსა აშკარაუზე გამოდის ეს ყველაფერი და ვისაც არ ჯეროდა, ალბათ შოკის მომგვრელი იქნება მისთვის. ურწმუნო ხალხი, მე არ მიკროს, ურწმუნო ხალხი არსებობს ყოველთვის, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის. მე მახსენდება ხუთაშორის ერთ-ერთი შვედი მისტიკოსი და ფილოსოფოსი იყო ემანუელ სვედენბორგი. მე-16 საუკუნეში მან დაწერა წიგნის ხუთაშორის ასტრალურ მოგზაურობებს აკეთებდა, თქვათ იგივე, თქვათ ჯოჯოხეთი და სამოთხეში ეს ქონდა ის განსაკუთრებული უნარი.
ხო და როდესაც გადადიოდა თქვა იმ სამყაროში და თქვა მოგზაურობდა მისი სული ხო ხედავდა იქ ხალხი ვინც გარდაცვლილები იყვნენ და არ ჯეროდათ მაშინაც არ ჯეროდათ უკვე გარდაცვლილებს არ ჯეროდათ რომ არსებობდა იქაური სამყარო გამიგეთ ხო და რაზეა ლაპარაკი თვითონ იზაღოდა ამას გაოცებით რომ ესე იმდენათო ამ ხალხს არაფერი არ გააჩნიათო ესე იგი რწმენის მაგვარიო რომ იქაც არ ჯერავდო რა გარდაცვლილები არიანო რა და არ ჯერავდო რომ გარდაცვლილები არიანო ну ეს მოკლედ არ ჯერავთ რომ IQ არსებობს და IQ-ში მყოფი ადამიანი ვიზახიზა ნუ რა როგორ შეიძლება იმას დააჯერო ეხლა შენ რომ აკაური რაღაც ამბები დააჯერო ისეთი რომ ასე რომ რომელიც ცილდება ასე საყოფა ცხოვრება რო ჩაუდგავენ ჩიფსას იმასაც ვერ დაიჯერებს ვერ დაიჯერებს რომ ეს ცუდია ის იფიქრებს რომ ეს არის გამარტივებული თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი თქვათ მოწყობილობა რომელიც გაამარტივებს ჩვენ ცხოვრებას და დამიჯერეთ ეს იქნება დაღუპვა მთელი მსოფლიოსი და მეთქმა დაიფაროს საქართველოსიც მათთან ერთად მაგრამ მედია საქართველოს ჩვენ ამას არ დაუშვებთ საქართველოს პატრიოტები როგორც პარტია და როგორც მოსახლეობა ჩვენი ხალხის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აი ახლა პირველი ზარია შემოვიყვანოთ ჩვენ შევპირდით მაყურებელს რომ გულითადი საუბრის ვისაუბროთ ასე ვთქვათ აი ეს არის ობიექტივის მთავარი ხიბლი რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ერთმანეთთან ძალიან ბევრ ადამიანს რომელსაც ახლა გარკვეული შეზღუდვების გამო ერთმანეთის ნახვა არ შეგვიძლია ფიზიკურად დიახ გისმენთ მოგესალმებით ბატონო სოსო მოგესალმებით უბრალოდ ველოდებოდი ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემები მაგრამ ნეტა ახლა არ ჩამერთო და არ მომესმინა თქო შოპის მომგვრელია ეს ინფორმაცია რაც მოვისმინეთ და რამე ID ბარათებს ხوارაფერი პირველ ჩანასახი ხوارაფერი კავშირი აქვს მაგრამ დაჩიპოასთან ეგრეთ წოდებულ დიახ ID ბარათები ქალბატონო გახლავთ ეს ეტაპი შემდეგი ეტაპი ჩიპებისკენ ანუ ეს ID ბარათები პირდაპირ ჩიპიანი ID ბარათები პირდაპირ უკავშირდება შემდგომში უკვე დაჩიპოს ადამიანების ანუ ეს არის პირველი ეტაპი გამიგეთ ეს პირდაპირ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება პირდაპირ დაჩიპო და ამიტომ ID ბარათები ასრულებს ერთ-ერთი ეტაპის როლს ამის შემდეგ მოხდება უკვე ადამიანების დაჩიპვა ფიზიკურად რა უკვე დაწყებულია შემოძვირფასება ამერიკაში უკვე არსებობს ოჯახი რომელსაც აქვს ეს ჩიპები ჩადგმული მე არა ერთხელ ვახსენეს და არის ვრცელდება ინფორმაცია რომ უპატრონო ბავშვთა სახლებშიც შტატებშიც ჩაუდგეს ეს ჩიპები ბავშვებს საწყალო უპატრონო ბავშვებს ტოტალური დაჩიპვა შესახებ უკვე გამოაცხადა პრეზიდენტმა ობამამ Skype-ით არის. სხვათა შორის სანამ შემოვიდოდეთ, მოსახლეობის შემცირება, ნუ თავარი გეგმა არის ასევე 95% შემცირება მოსახლეობის მსოფლიოში, ანუ ყოველი 10 კაციდან 9 კაცი უნდა მოკლან, ანუ უფრო მეტი მსოფლიოში, ანუ ერთი კაცი უნდა დარჩეს 10 კაციდან მსოფლიოში და საქართველოში სხვა შორის იყო ეს გეგმა 600,000-იანი გეგმა ქონდა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რომ 600,000-ზე შეემცირებინა მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობა. ანუ 85% უნდა შემცირებულიყო. ანუ ყოველი 10 საქართველოს მოქალაქიდან უნდა მოეკლათ 8.5 დაახლოებით 8.5 კაცი რა. მოეკვდინებინათ პირდაპირ არ მოეკლათ ქუჩაში, მაგრამ მოეკვდინებინათ სხვა მეთოდებით რა. უამრავი მეთოდები არსებობს ვირუსების და 1000 საშუალებებით. ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ. 74 წელში დაიწყეს ამაზე მუშაობა ამ ვირუსზე, სხვათა შორის ამ ვაქცინაზე, რომელზეც მე გიამბობ ცოტა ხანში საოცარ ინფორმაციას მოგასვით ცოტა ხანში. ისაუბრეთ Skype-ით. ეთერში ვარ. ეთერში ხარ, დიახ. არა, მე ეთერში ვარ. ეთერში ხარ, ისაუბრეთ. არა, მე ეთერში ვარ. მე გიქხვენ სხვა ხარ. გასაგებია, ზარია მაშინ ისო. ზარია, ისაუბრეთ. მოგესალმებით ბატონო სოსო თქვენ და თქვენ სტუმარს. მოგესალმებით. თუ არ ვწდები ბატონი გიორგი გიორგი უნიჭიერესი პიროვნება, აი აღფრთოვანებული ვარ. თქვენ სწორი ხართ. საიდუმლო ორგანიზაცია უკვე თავის სახეს აღარ მალავს. ღიად ახორციელებს სოფლიოს ათვისების დივერსიულ პროგრამას. და ის მალთუსის თეორია იქნება თუ როგორი ხერხები ყველანაირად ცდილობს რომ ჩვენ აღმოფრას დედამიწიდან. რა თქმა უნდა, მე შეშფოთებული ვარ ამ ჩიპებით, როცა ჩვენ წაგვართვეს ეროვნება და მამის სახელი, ეს იმას გულისხმობს, რომ ეხლა ეს ჩიპები იქნება, შემდეგ დავნომრავენ და ამ სკანერის საშუალებით თანამგზავრს გადაეცემა ინფორმაციები, რომელიც ჩაჩიპული იქნება ჩვენში და საერთოდ არ ვიცი მე რა გველოდება.
ბატონო სოსო თქვენი იმედი მაქვს აღშფოთებული ვარ საერთოდ იცით ხმამივეცი ამ ოცნებას და ეხლა იცით რა არის აი გაძარცული ვარ ყველა ოცნებიდან ეს ამერიკული ოცნებაა და არა ქართული ოცნება აღშფოთებული ვარ საერთოდ ბიძინა ივანიშვილის ქმედებით და საერთოდ ეს მაია მაგიჟებს ეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ის ლაბარაკობს ხალხის სახელით მე როგორც ამომრჩეველი და ქართველი ქალი წინააღმდეგი ვარ დასავლეთის კურსით და საერთოდ რატომ არ ჩაატარებს აი თუ გვისმენს ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებ სასწრაფო ჩაატაროს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი მე არ მინდა ეს ამერიკა არ მინდა ნატო და არ მინდა ევროკავშირთან კავშირი საერთოდ ხომ აქვს მე ამის უფლება როგორც მოქალაქეს და ამომრჩეველს თქმა უნდა გავთხოვ ბატონო და ძალიან გთხოვთ ჩავატაროთ ეს აქციები ამ ამერიკის და საერთოდ დასავლეთის წინააღმდეგ, თორე ჩვენ გაუბედურება გველის ეს გლობალიზაცია, რომელმაც საქართველოში ძალიან მოიკიდა ფეხი, შინელები ჩამოიყვანეს, არაბები ჩამოიყვანეს. მე საერთოდ ვერ ვცნობ ამ ჩემს სამშობლოს და არ ვიცი საერთოდ რა გვეშველება ჩვენ. მადლობა ბატონო. ჩემო ძირფასებო, ჩემო საქართველოს მოქალაქეებო, ჩემო დებოდაძმებო, მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. იმ ორმოში ჩვენ რა ორმოში ჩვენ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში. ჩვენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდით ამ ორმოში. თქვენ ეს ორმო ამოთხარეს, ჩვენ მიგვიყვანეს და ხელი გკრეს ჩემო ძირფასებო, გამიგეთ. ამაშია საქმე. ეს თავისით კი არ მოხდა ეს ყველაფერი. ეს და გეგმაზომიერად იყო. ანუ ის იმ უბედურებაში, რასაც ჩვენ როგორში ჩვენ დღეს ვართ, ხო? ეკოლოგიური, ეკონომიკური, სულიერი, ყველა აბსოლუტურად პოლიტიკური ნებისმიერი მიმართულებით, ხო? ეს შეიქმნა, გამიგეთ, ეს ორმო ამოთხარეს და ჩვენ მიგვიყვანეს და ხელი გკრეს ამ ორმოში, გამიგეთ. იმ სახლები იმის დაკარგეთ იმ ბანკებიდან აღებული კრედიტების გამო ეს ყველაფერი არის გეგმის ნაწილი ჩემო ძირფასებო ეს ხელმისაწვდომი გახადეს კრედიტი სპეციალურად მოსახლეობისთვის თან ისეთი პირობებით რომ ვერ გადაიხდიდა ვერავინ გამიგეთ თორე ეს გეგმის ნაწილია ზუსტად რომ არავინ არ ფლობდეს სახლს არ ფლობდეს ბინას არ ფლობდეთ გამიგეთ რომ მე მოგაქირავთ ამ კომპანიები რომლებიც იყიდიან ამას გამი უცხოური კომპანიები ან თუნდაც ლოკალური კომპანიები უცხოური ფულებით იყიდიან ამ ბინებს თქვენ სახლებს და თქვენმა მოგაქირავებენ უკან გამიგეთ რომ არაფერს არ ფლობდეთ იმიტომ რომ იმაზე უბედურება არ არის როდესაც ადამიანი არ ფლობს არც სახლს არც საკუთრი არ არის საკუთრი არ არის და სულ დაძაბული ღამე ვერ უნდა დაიზინო გამიგეთ მონობაში უნდა ამოხდეს სული რომ გადაუხადო ქირა გადაუხადო იმ კომპანიას და სახლიდან არ გამოგაგდოს გამიგეთ რომ უსახლკარო არ გახდე რას ამერიკაში მოხდა ზუსტად და მილიონობით ადამიანი რომ ნაქირავებში ცხოვრობს და არც ბინა აქვს და არც სახლი აქვს და უამრავი გამოყარეს იმ ბინებიდან და იმ სახლებიდან ჩემო ძირფასებო აი ეს არის მილიონობით 10 მილიონობით თითქმის ამერიკა უამრავი ხალხი ქუჩაში მანქანებში ძინავს მე ამერიკაში ვცხოვრობდი დიდი ხანი ჩემო ძირფასებო განათლებას დამატებით იქ შეერთებულ შტატებში მივიღე ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მე ჩემი თვალით ვხედავდი მე სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდი თქვენ ძალიან კარგად იცით ხო და ჩემი თვალით ვხედავდი ამას ყველაფერს რომ ქუჩაში ძინავს ან ნორმალური ადამიანები ვნახე ქუჩაში აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები რომ ეთყობა რომ არ არის ის უსახლკარო რა არ იყო უსახლკარო გახდა უსახლკარო სულ რაღაც ოთახნის წინ და ისინი აქვთ მინივენებში ძინავთ უკვე დიდ მანქანებში სახლი აღარა აქვთ არაფერი აღარა აქვთ და ამის გაკეთება უნდა ჩემო ძირფასებო რამდენმა ხალხმა დაკარგა ბინა და სახლი საქართველოში ამ ბანკების გამო თქვა ხო აბსოლუტურად უსინდისო პროცენტით ხალხოში ეგეთი რაღაცა გინახიათ მე ბანკში მივედი მაინტერესებდა ავტოს სესხი და ისო 16% 18% როგორ ჩვენ დაბალი პროცენტი გვაქვს ხო და მე ვთხარი უკაცრავად შტატებში იცით რამდენია პროცენტი ავტოს სესხის 2% 3% 4 და 5% წარეკარება ხალხი უკვე ძვირია ვიძახიან და საერთოდ ნულოვანი პროცენტი არსებობს 6 წლით 72 თვე შეგიძლია ნულოვანი პროცენტით აიღო მანქანის სესხი კაი თქვა ნულოვანი პროცენტი დავანებოთ თავი 2-3% ეს აბსოლუტურად შეიძლება რომ იშოვო და 18% 16% და თანაც ეს რეალურად 18-16 კი არ არის 500 რაღაცა გარკვეულ თანხას უკვე იტოვებენ თქვა 20%-ამდე ადის. ხო, რეალურად 20 და 24% გამოდის რეალურად. ანუ ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი რომ დაფარო ეს სესხი. ნებისმიერი იქნება ეს თქვა ავტოსესხი თუ სხვა ნებისმიერი სესხი. ისეთი პირობებით არის გამიგეთ რომ ბანკები ფლობდეს მე ყველაფერს გამიგეთ. ეს ბანკები არის თავი და თავი. სოფლიო საერთაშორისო ბანკები ხო იგივე ამერიკული თუ ევროპული ბანკები არის პირველი დამნაშავე და პირველი მონაწილე სოფლიოს ახალი წესრიგის განხორციელებაში ფინანსური ინსტიტუციები ხო JP Morgan ერთ-ერთი ამ ორგანიზაციის ძალიან აქტიური წევრი გახდა ეხლა რომ ლაპარაკობენ JP Morgan-ზე საქართველოში და Goldman Sachs-ი და ასე შემდეგ ზარია და Wall Street-ის დაღუპულია მთელი მსოფლიოს Wall Street-ის ხოთა შორის ზარია ისაუბრეთ ალო ისაუბრეთ დავაჭროთ ბატონო სოზო ბატონო გიორგი რამდენი ეკითხა მას თქვენთან
ისაუბრეთ. ტექნიკური გაითი შემდგომი, ხო? სამწუხაროდ იქნებ გადმორეკოთხელ ახლა ბატონო რა. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა ეს. ჩვენ ერთი რამეს უნდა გავუსვათ ხაზი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი მსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისეთ თითქოს ჩვენ დასავლური ცივილიზაციის და კულტურის ან აგნებავთ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით პირველი მსხვერპლი ამ აბსოლუტურად უსირცხვილო პოლიტიკისა და კონსპიროლოგიურ შეთქმულებისა კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებენ სულიერად ავადმყოფი პირდაპირ გეუბნებით ადამიანები, აბსოლუტურად სულიერად ავადმყოფი სიმდიდრე ანგარებით და პატივმოყვარეობით დაბრმავებული ადამიანების კლანი, რომელიც დაეპატრონა მსოფლიოს აქტივებს, სხვათა შორის და ძალიან საინტერესო მოსაზრებებია საერთოდ ამ ხალხის შესახებ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი და არც ერთი მათთვის სასიკეთო არ არის, აქებარი უფრო სწორედ. სწორედ პირველი ისინი განიცდიან ძალიან ძიმე შედეგებს აი ამგვარი ტიპის არაადამიანური პოლიტიკისა, რაც წარმოებს. ჩვენი ამოცანა, ჩვენ რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ამ საკითხებზე? ჩვენი ქართველების და საქართველოს მოქალაქეების ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვათ ამ ძალების მოქმედების გაგრძელება საქართველოში და პირიქით აღმოუფხრათ ესეთი ტიპის მოქმედებები და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ამის შესახებ გაიგოს და მეტ ადამიანს ესმოდეს რასთან აქვს საქმე და როგორ ეხება თითოეულს აი ეს. იმიტომ თითოეულზე აქ ლაპარაკი ყოველ ადამიანზე იქნება ლაპარაკი გამონაკლისის გარეშე. სხვათა შორის ეს რომ დაშვებულია აი მაგ ასპექტსაც უნდა შევხედოთ ჩვენ და შევეხოთ ღმერთის მოგეხსენებათ არსებობს ღმერთის განგება და მეორე არის დაშვება ხო ღმერთის ეს იმიტომ იშვება კაცობრიობაზე აი ეს განსაცდელი რომ კაცობრიობას არ აქვს სოლიდარობის განცდა თანალმობა თანაგრძნობა და სიყვარული რო აკლია კაცობრიობას ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ ერთიანობის ანუ სიყვარულის ერთიანობის საპირისპირო იქნება ეს ძალადობრივი გაერთიანება კონტროლის მიზნით და კაცობრიობიდან ენერგეტიკული და სხვა რესურსების ამოქაჩვის მიზნით. აი ეს არის. ჩვენ რო ვიცოდეთ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ეს ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს. პირიქით. სწორედ ეს არის ნაწინასწარმეტყველები რომ განუწყვეტელი რეგრესიის შედეგად კაცობრიობა მივა იმ დონეზე, როდესაც ის დაეცემა აი ასეთი ზემოქმედების მსხვერპლი გახდება. რასაც რა თქმა უნდა მოყვეს აღორძინება და ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო უნდა გახდეს ზუსტად ფლაგმანი და ალამდარი ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს და ჩვენი საუბარი ზუსტად ამიტომ წარმოებს ასე ხშირად ბატონ გიორგისთან ერთად. ზარიან ისაუბრეთ. ჩაუწიეთ ხოლმე ზარს. ისაუბრეთ გისმენთ. ძალიან ბევრი მსმენელია სამწუხაროდ და ბევრ დროს კარგავთ. იგი ხანია ამ თემასთან დაკავშირებით საუბარია და ჩვენი ბანკები მათ სოფლიო ბანკის დავალებას ასრულებენ. ჩვენი ბანკები მოაქვს ძალიან დაბალ პროცენტში თანხები და ასე 28% იყო 36% საქართველოს ბანკში ხალხის დამღუპველი და დღეს შენობებს აშენებენ და ყიდიან. ასეთ მდგომარეობაში მშენებლობის სამინისტრო უნდა შეიქმნას აუცილებლად. ბანკებზე დამოკიდებული მშენებლობები არ უნდა იყოს. სხვა გზა მონახონ 23%-ში რო აქვს ჩამოტანილი ფული, ცოტა იაფასად შეუძლიათ გასცენ კრედიტები. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო კრედიტორები კი არა, თავდებებად გახადეს თაღლითური გზით ხალხი. და უყადაღებენ ბინებს, თავდებებს. აბსოლუტურად ხალბატონო, მე ეს გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო. შეუძლებელია იმ პროცენტების გადახდა, შეუძლებელია მე ბიზნეს ადმინისტრების მაგისტრი გახლა ვარ. შეუძლებელია ჩემო ძვირფასებო. ეს არის მე გაოცებული რომ ჩამოვედი, მე დიდხანია საქართველოში ნაყოფი არ ვიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა თვალყოს ვადევნებდი იქიდან რომ ჩამოვედი ადგილზე ვნახე მე უფრო ჩავიყიდე სიტუაციაში. გაოგნებული ვარ. ესე იგი მიდის აბსოლუტურად სოფლიოს ახალი წესრიგის დოქტრინის განხორციელება საქართველოს მე მგონი პირველ ადგილზეა ამის განხორციელებით. ნუ ამერიკა თავისთავად უფრო წინ არის ამ კუთხით, იმიტომ რომ იქ იყო პირველი თქვა ნაბიჯები ამ სოფლიოს ახალი წესრიგის განხორციელებაში და იქ თქვა 50 წელი ამაზე მუშაობენ უკვე, მაგრამ
ესე მოკლე პერიოდში 20 წელიწადში რამდენი რამე შეძლეს ხალხო იმ 70 წელმა ვერ დაგვაზარალა ჩვენ რუსეთის ქვეშ 70 წელმა ვერ დაგვაზარალა როგორც 20 წელმა დაგვაზარალა ეგრეთ წოდებული დასავლური ფასეულობების გამო გამიგეთ ამ ურთიერთობამ რომელიც ჩვენ უკვე დასავლეთთან ჰქონდა მე დასავლეთთან ურთიერთობის წინამდეგი კი არა ვარ პირიქით მაგრამ ეს გონივრულად უნდა ხდებოდეს ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან გონივრულად და არა ისე როგორც დამღუპელი შევარდნაძე ახორციელებდა და მე დამაქცეველი სააკაშვილი და ეხლა იმედია ესენი არ იქნებიან დამაგურგვინებლები ოცნება მაგრამ რაღაცა ვერ ხედავ გულანთებულ ქართველებს ამ ოცნებაში მართლა გითხრა 1-2-3 კაცის გარდა რა სამწუხაროდ ისაუბრეთ ზარია ისაუბრეთ ეთერში საღამოშვიდობის ბატონო სოსო საღამოშვიდობის ისაუბრეთ მიესალმებით ბატონ გიორგის ბატონო გიორგი ორი კითხვა მაქვს თქვენთან პირველი ეხლა თქვენ ახსენეთ რომ 70 წელმა და მაშინ საბჭოთა კავშირის დროს პასპორტებიც არ ჩიპებოდა მაშინ ასწავლიდნენ მატერიალიზმს ალო დიახ ისმენთ ისაუბრეთ ხო მატერიალისტური სულისკვეთებით ზრდიდნენ ასე ვთქვათ ათეისტურად მაგრამ არ უნერგავდნენ რომ თქვენ უნდა იყოთ აუცილებლად ესე იაყოველები და იაყოველთა სექტები ვინ შემოიტანა მე მგონი ძალიან კარგად ვიცით სულხელამ და მეორე მესამე მსოფლიო ომზე საუბრობენ ხოლმე ხშირად და ჩემი აზრით ეს არავითარ შეიძლება იდეოლოგიური კუთხით კი არ დაიწყოს არამედ რელიგიური კუთხით მოხდეს და ეს ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება ეს ძმები მუსულმანები ესენი არიან ზუსტად იმ იაყოველთა და იმ მასონური სექტების წარმომადგენლები რომლებიც ჯერ მოსწობენ მუსულმანურ სამყაროს იდეოლოგიას და მე გადავლენ ქრისტიანულ სამყაროზე იერში და ჩვენ როგორც მართლმადიდებელი ერი ჩემი აზრით უნდა შევეკრათ მართლმადიდებელ ერებს რუსეთს სერბეთს ბულგარელებს ბერძნებს და ასე შემდეგ და თქვენი ინფორმაციით თუ გაქვთ ინფორმაცია რუსეთში რამდენად არის დღესდღეობით მართლმადიდებლური რელიგია წნეხში აი პირდაპირ ძალიან კარგი შეკითხვაა დიდი მადლობა კარგი შეკითხვაა ძალიან კარგი შეკითხვაა სხვათა შორის მართლმადიდებლური რელიგია არის პირველი სამიზნე გამიგეთ მსოფლიოს ახალი წესრიგის პირველი სამიზნე არის დღესდღეობით მართლმადიდებლური რელიგია კონკრეტულად მართლმადიდებლური საერთოდ ქრისტიანული მაგრამ მართლმადიდებლური განსაკუთრებით გამიგეთ და რუსეთი როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა არის სასტიკ მის ქვეშ რა ქვია დარტყმის ქვეშ ახლა რუსეთი საშინელ დღეშია შემოძიფასებო საშინელ დღეში არ ვიცი თუ გადასმე გამოვა რუსეთი ამ მდგომარეობიდან შორს ეს არ არის კარგი საქართველოსთვის რუსეთის ამ დონეზე გაუბედურება გამიგეთ არ არის კარგი ჩვენთვის უბრალოდ ხელისუფლება რუსეთს არ უარგა ამჟამად მაგრამ რუსეთთვის საღი გონიერი ხელისუფლება მოვა ხო და რუსეთი თქვა ძლიერი იქნება ხო ეს საქართველოსთვის ეს ცუდი არ იქნება ნამდვილად დამიჯერეთ უბრალოდ გონიერი ხელისუფლება უნდა ყავდეს რუსეთს და სამართლიანი გამიგეთ რომელსაც ენდომება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბება გამიგეთ და რაც შეეხება სხვა რუსეთი მე სტატიაც ვნახე ამას წინათ ჯვარი ეხადა დიდი ჯვარი და გოგოები ჭრიდნენ ამ ჯვარს და ეწერა ესეთი წარწერა მოჭერი ჯვარი გადაარჩინე რუსეთიო გამიგეთ კი არის ასეთი გამიგეთ აი ესეთი რაღაცაა გამიგეთ და სატანიზმიო ესო ცუდი რამე კი არ არის ესო უბრალოდ სხვანაირი რელიგიაო სხვანაირი ხედვაო სამყაროსიო გამიგეთ ესო არაფერი არ არისო სატანიზმიო პლურალიზმი ამ შემთხვევაში იყენებენ ისე ტერმინებს როგორც ლიბერალიზმი პლურალიზმი და ასე სატანიზმი ანუ ჩვეულებრივი მოვლენა ვითომ გამიგეთ ეს უბრალოდ ეს ჩვეულებრივი როგორც აი თქვა არსებობს ქრისტიანობა მაჰმადიანობა თქვა ბუდიზმი ხო და ასე შემდეგ აი ესე აღიარებენ გამიგეთ უკვე სხვათა შორის ამ საოცარ დასკვნებამდე დასავლეთის აზროვნება ლოგიკურად მივიდა, გარკვეული ისტორიული პროცესი იყო მოიხსენებათ და ბოლო გახსოვთ ახლაც მიმდინარეობს ეს ევოლუციის თეორია დარვინისტული ასევე დაუშვათ დღესაც დასავლური მეცნიერება რა მიმართულებებით მიდის აბსოლუტურად დაცლილია ეს ანუ ღმერთს გამორიცხავს და გამორიცხავს რელიგიურ შინაარსს, რაც თავისთავად სჭვალავს თლიანად, მაგალითად ამ თანამედროვე ამერიკულ ხელოვნებას, მის მეინსტრიმს ესე ვთქვათ. და ჩვენ ახლა ეს ჯდება როგორც შხამი ადამიანების ფსიქიკაში და აი მაგალითად დავიღოთ დიდი აფეთქების თეორია, ხო? აი დიდი აფეთქების თეორია ლაპარაკია სამყაროს შექმნაზე. მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ მაგალითად აზრის მატერია, რომლის გაზომვა და აწონვა შეუძლებელია თანამედროვე მოწყობილობებით,
დიდი აფეთქების თეორიამდე, ანუ სამყაროს შექმნამდე სად იყო? ანუ ეს ელემენტარული კითხვაა, ხო? მან ის მატერია, რომელიც შეადგენს საკუთრივ ადამიანს, მის მენტალური ნაწილი და მის სულიერი ნაწილი, მისი სამშვენიერი, ხომ? თავისთავად ის ხომ არც ერთი მოლეკულისგან არ შედგება, არც ატომებისგან არ შედგება, არ იზომება, არ იწონება. ხო, როდესაც ამუზარ-მაზარ იმებს აშენებენ, რა ქვია, შვეიცარიაში მაგალითად, ამაჩქარებლებს, ხომ? ჯობდათ თავის სულიერ კონსტიტუციაში ჩაეხედათ ელემენტარულად და იქ გაცილებით მეტ პასუხებს იპოვიან ამის შესახებ, რაზეც არაერთი ფილოსოფოსი და დიდი მოაზროვნე კაცობრიობის ისტორიაში ამბობდა კიდევაც და ისაუბრეთ. დიახ. ძალიან კარგი კომენტარი იყო. ისაუბრეთ გისმენთ. კიდევ ერთხელ მინდა შემოგთავაზოთ, როდესაც რეკავ შემოგთავაზოთ არა, გითხრათ რომ როდესაც რეკავთ, ჩაუწიეთ თქვენს რადიო მიმღებს თუ სხვა მოგესალმებით. ისაუბრეთ. მოგესალმებით, ისაუბრეთ, ქალბატონო, გისმენთ. იცით, ბანკებთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ. აი ეს კაბალური პირობები, რაც არსებობს ამ ბანკებთან დაკავშირებით და მთელი მოსახლეობა განადგურებულია მათი კაბალური პირობებით, ეს მე ვფიქრობ გამოწვეულია იმ სახელმწიფო პოლიტიკით, რაც არსებობდა ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოში. იქნებ როგორმე დაგვეხმაროს სახელმწიფო, იქნებ როგორმე დაგვეხმაროს ახალი ხელისუფლება ამ ბანკებთან მიმართებაში და გაანთავისუფლონ ხალხი იმ ტყვეობისგან, რაშიც ჩააგდო წინა ხელისუფლებამ. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული ხალხის გასანადგურებლად, გასაღატაკებლად, რომ ადვილად დამორჩილებული ყოფილიყვნენ მათზე და ემართათ ისე, როგორც მათ სურდათ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ხელისუფლებას, იქნებ მიხედოს იმ კატეგორიას, რომლებიც არიან ბანკების მიერ დატყვევებული და რომელმე გაანთავისუფლონ შეძლების და გვარად მოსახლეობა ამ კაბალური პირობებისგან. მადლობთ. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის და ძალიან კარგი ზარი იყო ხოდაშორის ქალბატონო, მინდა გითხრათ. და მერთმაქნას რო ეს მოხდეს ესე და ჩვენს დიდი სიხარულით შევხვდებით ამას და ვიბრძოლებთ ამისთვის, რომ უშუალოდ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს, აი იმ ხალხს, ვინც აი ამ დღეშია ჩავარდნილი ამ ბანკების აბსოლუტური უსინდისობის გამო რა, ეს უგულო. მე მახსოვს ჩემი პროფესორი უნივერსიტეტში ლექციებზე არაერთხელ ბანკებსო გული არა აქვს, აბსოლუტურად ეს არის უსინდის ორგანიზაციები, რომლებიცო არაფერი კარგი არ უკეთებიათ რეალურად სამყაროშიო რა. ბანკები ამ შემთხვევაში აწლებულებმა აჩვენა ეს რეალურად რო ესეა. ფათაშორის არსებობს ალტერნატიული, აი მაგალითად ისლამური ბანკინგის სისტემა, იცით ალბათ, რომელიც სოციალურ მონაწილეობაზეა ორიენტირებული და არავითარ შემთხვევაში დაუშვათ აი ჰარამს ეძახიან, ხო, ისლამურ ბანკინგში დაუშვათ პროცენტი ჰარამია, ну, არამია ქართული სიტყვა, არამი იყო შენზე, იქიდან მოცა ჰარამ. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პროცენტი არ არის გამართლებული ზნეობრივი და მორალური, ზნეობრივი და რელიგიური მოსაზრებების გამო და ღებულობენ ისინი პრინციპი არის მონაწილეობა სოციალურ პროექტებში და სხვათა შორის ძალიან დიდი წარმატებით ხორციელდებოდა, რასაც მოყვა ძალიან გაუგებარი სამხედრო ოპერაციები იმ ქვეყნებში, სადაც ეს ბანკი ძალიან წარმატებით ვითარდებოდა. ესეც იყო. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა პრინციპს ეყრდნობა, პირდაპირ ჰარამს ეყრდნობა, ასე რომ ვთქვათ, ოსტის პოლიტიკა. შემოვიყვანოთ სკაიპით და შემდეგ გავაგრძელოთ. ვისაუბრეთ. ალო. დიახ. მოგესალმებით. ძალიან აღვევდეთ ხოლმე თქვენ რასაც ლაპარაკობთ და ბატონოსა და ბატონო გიორგი, ჩვენ გადავრჩებით და გვეშველება რამე. და აიცით რა მაინტერესებს ახლა. პასპორტი ჩიპიანია? დიახ. ახლები ჩიპიანია ქალბატონო. პასპორტის და აიდიც ქალბატონო. პასპორტის არა, მე არა მაქვს, მაგრამ იცით რა არის? საზღვარგარეთ ჩემთან მინდოდა წათა და ეხლა სულ არ წავალ იქით სულ არ გავიხედა. ხა ესე ნუ იმზავთ წაბზანდით როგორ შეიძლება. აბა ეხლა პასპორტი არა მაქვს. ჩიპი ამ წუთას იცით რა შეიძლება ბატონო, ჩიპი ამ წუთას ამ ტრაგედიას არ წარმოადგენს ეხლა ეგეთ საშიშროებას ძალიან მიხვდით ამიტომ. ეს ჩიპიანი, უკაცრავ, ჩიპიანი პასპორტებზე ვიძახი და აიდებზე ვიძახი. არ წარმოადგენს ამ წუთას ძალიან დიდ ტრაგედიას, იმიტომ რომ ამით ვერ დაიმონებენ ადამიანებს, გამიგეთ?
ეს უკვე ჩიპი როცა ჩადგება უკვე ადამიანის ორგანიზმში, აი ეს არის უბედურება, გამიგეთ? ანუ ID და თქვა პასპორტი ამ წუთას ხო თუ გინდათ რომ გაემგზავროთ სადღაც არ ვარგარეთ, ეხლა ნუ სხვა გზა არ არის სამწუხაროდ ხო, რამდენადაც მე ვიცი სხვა პასპორტს ვერ აიღებ და ამ წუთას ხო გეუბნებით, ეხლა შეიძლება თქვა თუ რაღაც სასტრაფო რო წახვიდეთ წადით, მაგრამ ეხლა მე ნებართვას კი არ გაძლევთ. უბრალოდ მინდა გიზიარებ. მე კენც ვიყრი ნაძალადევის რაიონში. პირველი რასაც გავაკეთებ სხვა როდესაც შევალ პარლამენტში იქ მე მინდა ძალიან რომ შევიდე არა იმიტომ რომ იქ ვიჯდე არამედ იმიტომ რომ ეს პარლამენტი რაც შეიძლება სწრაფად გარკვეული კანონების მიღების შემდეგ რომელიც უზრუნველყოფენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას საქართველოში დაიშალოს და ახალი არჩევნები შედგეს. ამისთვის მინდა მე იქ მოვხვდე და ნაციონალური მოძრაობა და სხვა ძალები, რომელიც ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს, ჩამოცილდეს ხელისუფლების სადავეებს. აი ეს არის მარტივი და ამისთვის ვიყრი მე კენჭს ზუსტად ნაძალადევის რაიონში, ნათლად ღიად, გულწრფელად ვამბობ, რასაც ვაპირებ. და მე მგონი ყველასთვის გასაგებია და ყველასთვის მისაღებიც არის ეს. კარგად იცით ჩვენი ძალის და ჩვენი ისტორიაც იცით, სულისკვეთებაც იცით და მე უბრალოდ ამ მიზნების განსახორციელებლად მოგიწოდებ რომ დამიდგეთ გვერდში. პირდაპირ ვამბობ, შემიძლია ამის შესახებ ხელწერილით დავწერო, რასაც ვაპირებ. აი ეს არის. და სწორედ, თქვენ რო ბრძანეთ ჩიპიანი პასპორტების შესახებ, კანონპროექტი ჩვენ შემუშავებული გვაქვს, უბრალოდ იქ არავინ ამას არ დააყენებს ჩვენს გარეშე, სადაც ალტერნატიული, ანუ ვისაც მოუნდება აიღოს ის ჩიპიანი პასპორტი, ვისაც მოუნდება არა. უნდა კონდეს მოსახლეობას და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არავითარ ეგ ფასთა შორის განსხვავებებიც არ უნდა იყოს, უნდა იყოს თანაბარი ფასი. აი ეს კანონპროექტი ჩვენ პატრიოტთა ალიანსში შემუშავებული გვაქვს, უბრალოდ ეხა კანონპროექტი ჩვენთვის კი გვაქვს, მაგრამ ახლა ჩვენ ისედაც ვიცით ეს, თავარია რომ ამისთვის აი ჩვენ გქონდეს ინსტრუმენტები. ზარია? დიახ, ამიტომ დაუჭირეთ მხარი ბატონ სოსო მანჯავიძეს ნაძალადევის რაიონში და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯის საქართველოს პატრიოტების შემოძვირფასებო, გამიგეთ? ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი წინ. ისაუბრეთ. გამარჯობათ. ბატონო სოსო, ჯერ ერთი გილოცავთ, მე ასე მშვიდად შეიძლება ასეთი რამ მითქვა. ძალიან გამახარეთ თელი გულით და რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი უფალმად გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ და აუცილებლად ყველა თქვენ შეხვედრაზე წამოვა ალბათ უამრავი ადამიანი და რა თქმა უნდა ნაძალადევის რაიონს ყავს ერთი კარგი დეპუტატი და ეყოლება ასევე ძალიან კარგი მეორე დეპუტატი. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეხლა ჩემი შეკითხვა რისთვისაც დავრეკე. იცით რა, 6 თვე გადის რაც ბატონი ბიძინა მოვიდა და დავაკვირდი რომ სოფლიო სავალუტო ფონდი WMF-ი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ჯერ არანაირად არ გამოხატავს ინიციატივას, არ ინძრევა. ჩვენ სულიერად შეიძლება ვერ გაგვტეხონ, მაგრამ ხომ არ არის საშიშროება რომ რაღაცა ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდეთ. აი თქვენი კომენტარი და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. გაიხარეთ, არის ამის საშიშროება, პირდაპირ გეუბნებით. ახლა ამაზეც უნდა ვისაუბროთ ბატონ გიორგი. აუცილებლად. ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს და კიდევ მე მოგიწოდებთ რომ ჩვენი შესაძლებლობები მაუწყებლობის საკმაოდ შეზღუდულია. ჩვენ მსმენელებს ჩვენ ერთი თანამოაზრეთა გუნდი ვართ ფაქტიურად ობიექტივის მსმენელებთან. და რაღაც ესეთი ძალიან პატრიოტული სულისკვეთება არის ჩამოყალიბებული. უნდა გავავრცელოთ ეს სულისკვეთება ჩვენ. აი ეს არის მთავარი ამოცანა. გავავრცელოთ ობიექტივის მაყურებელთა წრე, იმიტომ რომ სხვა ინსტრუმენტები გარდა ინფორმაციული ომისა დღეს არავის მთავარი ინფორმაციული ბრძოლა არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რა პოლიტიკას, რა ინფორმაციულ პოლიტიკას აწარმოებენ ის არხები, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს მთელ საქართველოზე. როგორ ფინანსდება, ვისგან ფინანსდებიან ისინი, რა იდეოლოგია აქვს და ასე შემდეგ და ამგვარები. არსებობს ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, მეცაც გეტყვით, რომ საკმაოდ
კაცრი გადაწყვეტილებების მიღებისათვის ემზადებიან ამერიკის მმართველ წრეებში, მათ როგორც ჩანს უნდათ დასაჯონ ქართველი ხალხი იმისათვის, რომ მან გააკეთა არჩევანი და შეფერხდა, ასე ვთქვათ, იმ პროგრამის განხორციელება, რისთვისაც ასე უხვად აფინანსებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლიტიკური მხარდაჭერით ბატონ სააკაშვილს და მის რეჟიმს. ახლა ეს შეფერხებულია ეს პროგრამა არის არეულობა და ვიღაცების მან კი ერთვინებში მწიფდება იმის შესახებ აზრი, რომ აქ მართვადი ქაოსი მოაწყონდა, დესტაბილიზაცია და დაუშვათ შიმშილით და ეკონომიკური გაჭირვებით დასაჯონ ხალხი. უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ამის საუკეთესო საშუალება ჩვენი კონსოლიდაცია და გაცნობიერება პროცესების არში ჩაწდომა არის. Skype-ით არის. შემდეგ ბატონი გიორგი დაამატებს. გამარჯობა, ისაუბრეთ. მე მოგახსენე ამასთან დაკავშირებით. ერთხელ გავიგოთ, სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო გამსაზღვრელი გამგებელი დროის, თუ 10 წლის. ეს ხელისუფლება და ის ხელისუფლებას იგივე პროგრამას ატარებენ. ჩვენ უგვექნება იმის იმედი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რამენაირად დაპირისპირებულია შეერთებულ შტატებთან ან მასონებთან ზოგადად. იგივე პროგრამას ატარებენ და რაც შეეხება ბანკებს, ბანკები თავისით არაფერს არ აკეთებენ, აი ეს გავაგებინოთ ხალხს. ეს არ იყო სააკაშვილის მაინდამაინც დანაშაული ან ნაცმოძრაობის. რა თქმა უნდა, ისინი კრიმინალები არიან, ცალსახად, მაგრამ ეს ხორციელდებოდა იქიდან მოხმული, თუნდაც კანონები აიღეთ. კანონი, არც ერთი კანონი არ მიღებულა ადგილზე. ყველა კანონი შემოწმებული იყო ვენეციის კომისია და სხვა ამერიკის ხალხის ექსპერტები იყვნენ ჩართულები. ეს ცნობილია დოკუმენტალურად მასალები. ჩვენ კიდე შევახსენოთ, მაგრამ გავაგებინოთ ხალხს ეს, რომ თვითდინებაზე ეს პროცესები არ არის საქართველოში მიშვებული. და თითქოს ისე მაგას ვამბობთ მე ზუსტად სააკაშვილი მე ვინაძებდა უფლებას იმას ყველაფერს. დიდი მადლობა, თანამოაზრეები ყოფილვართ, ზარია ეთერში. დიდი მადლობა, ჩვენც მაგაზრზე ვართ ზუსტად. სააკაშვილი იყო ზუსტად, ვინც აძლევდა მე უფლებას, ამის ეს მომხდარიყო ეს ყველაფერი. ამაშია საქმე, ჩემო ძვირფასებო. ხელისუფლება, სახელმწიფოს ხელისუფლება უნდა იცოდეს სახელმწიფოს ინტერესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და არა ის, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა და იგივე შეორნაძის ხელისუფლება აკეთებდა, რომ აბსოლუტურ დაღუპვის გზაზე წაიყვანეს ქვეყანა და რასაც კარგი იყო, ცუდი იყო, რომ დასავლური ყველაფერი კარგი ეგონათ და მიგეთ. ისინი გეგმას ახორციელებდნენ, იმათმა ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებენ, ჩემო ძვირფასებო. სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ სოფლიოს ახალი წესრიგს ემსახურება, გამიგეთ და წარმომადგენელია ამ ორგანიზაციის, გამიგეთ, ამ სატანისტური დემონური ორგანიზაციის, ამ უბოროტესი ძალის კაცობრიობას რო არ ახსოვს, საერთოდ ისტორიაში აი ეს ძალა ჰიტლერი რო აიღოთ და ერთი 10000-ზე გაამრალოთ, ხო? ის ძალაც ვერ შეედრება იმ ძალას, იმ ბოროტებას, რა ბოროტებას დღეს არსებობს სოფლიოში და რის შემოქმედების არიან, ჩემო ძვირფასებო. აი ეს არის ესენი არიან სოფლიოს წინაშე დამნაშავეები, კაცობრიობის წინაშე დამნაშავეებთან ამდენად კაცობრიობის წინაშე დამნაშავეები არიან, ჩემო ძვირფასებო. ეს ძალა სოფლიოს ახალი წესრიგი და სააკაშვილი არის პირდაპირ წარმომადგენელი ამ ძალის, გამიგეთ. აქ პოლიტიკაზე კი აღარ არის ლაპარაკი, აქ ეს საერთოდ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ და როგორ, გამიგე, რომელი პოლიტიკური ხაზის გამატარებელია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც კი ჩვენ გვერდში უნდა დადგეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი შვილებისთვის ვიბრძვით, აქ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემო ძვირფასებო, აქ აღარ არის პოლიტიკაზე ლაპარაკი, გამიგეთ რა შეასაქმე. საკუთარი შვილები, კაი, სამშობლო თუ არ გიყვართ, ვისაც სამშობლო არ გიყვართ, ხო არის არსებობს ესეთი ხალხი სამშობლო რა უყვარდეთ. შვილები ხო გიყვართ არა? შვილები ხო მაინც გიყვართ, სახლები ხო უყიდეთ, მანქანები უყიდეთ იმ შვილებს, ხო ესეა? ხო უნდა მოიხმაროთ იმ ბავშვებმა, ხო, სახლები და მანქანები. ვერ მოიხმარენ ვერც იმ სახლებს და მანქანებს, გამიგეთ რა შეასაქმე? ვერ მოიხმარენ. იმიტომ რომ არ გექნება უფლება გადასცე შენ მომავალ თაობას, ქონება მემკვიდრეობა, გამიგეთ რა შეასაქმე? არ გექნება, მარტო ეკნება იმ ერთ ფენას. ორფენიანი საზოგადოება კეთდება, გამიგეთ? ელიტა და დანარჩენი ხალხი. ელიტას ეკნება ყველაფერს უფლება და თქვენ ელემენტარულად ბავშვის გაჩენის უფლება არ გექნებათ, გამიგეთ? თუ ნებართვას არ მოგცემენ. ეს აქ მე კი არ ხუმრობ ამაზე. ეს სერიოზულესი საკითხია, ჩემო ძირო, გადაგვარებაზეა მსოფლიოსი. აქ საქართველოს პირველ რიგში ჩვენი საფიქრალია, მაგრამ მსოფლიოზეა ლაპარაკი უკვე აქ. გამიგეთ? 95% მოსახლეობის შემცირებაზეა ლაპარაკი. და იმ დანარჩენი რაც იქნება ის აბსოლუტურ მონობაში მოქცევაზე, გამიგეთ? ზარია ისაუბრეთ. ზარია გამემშვიდობისა, მოგესალმებით ბატონებო, ბატონო სოსო, ბატონო გიორგი. მივესალმებით საქართველოს სულოცავ დედებს
ბატონო სოსო თქვენ ოჯახში ვისაც ეკუთვნის ულოცავ სული და გული და ბატონ გიორგის ოჯახს. აიხარეთ. მოგესწრებათ ბატონო სოსო ბატონო გიორგი ეს საიდან მივედი დახალდე ბატონო გიორგი გუშინ წინ იყავით თქვენ ეთერში გისმენთ სული და გული დიდი მადლობა რომ ბატონ სოსოს გვერდზე ესეთი კაცი დადექი და ღმერთთან გამრავლოთ აი ეგეთი ხალხი გვინდა აი ეგეთი ეროვნული და ეგეთი ვაჟკაცური ბატონო სოსო ბატონო გიორგი ეს მოდის აი ბირების გახიდვა რომ დავისხეთ უთანაგზობს სულ ყველას და ღმერთთან მაგდრეში ჩააგდოს ვინც მაგამდე მიიყვანა ეს ხალხი და ვინც კიდე არ უთანაგზობს ეს მოდის ბატონო სოსო ყველაფერი დაწყებული შევარდადი და რო დაიწყეს ქარხანა ფაბრიკების მიზან მიმართული დაანგრევა დაშლა იქიდან მოვდივართ მერე გაკეთეს სტრატეგიული ობიექტები ბუნებრივი სტრატეგიული რესურსები მერე სახლი და ნივთები და მოვედით იქამდე რომ უკვე ბინებსაც ართოეთ ეს მევახშე ბანკირები რომლებიც გახდნენ მილიონერები და ეს სოროსი სოფლიო ბანკი ეს მასონები ყველაფერი მიზან მიმართული იყო და სუდი ის არის სამწუხარო ის არის ბატონო სოსო რომ ეს გამოიყენეს ამაში ჩაერთო ვაი ბიზნესმენები რომლებიც მილიარდელები გახდნენ და ეგ მაჩვები რომლებიც ყოველდღურად აი შიშრები ხდელები დღესაც რასშვებიან ეს მევახშე ბანკირები ეს ბიზნესმენები ეს ვაი ოპოზიციონერები ეს არასამთავროები რომლებიც 2-3 ჯერ გამოიყვანენ მაზოლები გაგვიჩინეს ამ ბავშვებით განამ ბავშვებთან აქვს პრეტენზია უბრალოდ ხო ვიცით მე რა უნდა ჩაიდინონ აი ეს ღუპავს ესო გამოიყენეს ეს ხას ეს ღუპავს ჩვენ საქართველოს ვაჟბატონებო ბიზნესმენებო ყოფილო თანდობისპიერებო აი თავრობა ვინც იყავით და რო კაცობთ ქალი ქალს არ გავდა კაცი კაცს არ გავდა აღარ მინდა კიდე რაღაცა თქვა ნუ კაცობთ კაცუნებო ნუ კაცობთ რაც თქვენ გინება აიტარეთ და კიდე აგისრულა ვაჟბატონმა ნუ კაცობთ საქართველოს მივხედოთ ერთად გთხოვთ ჯერ გთხოვთ და ამიტომ ერთ ადექით ეხლა გავაკეთოთ ეს ბატონოსო მე კი ვამბობდი და აი ვამბობ ბატონო გიორგი აქ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქონება დაწყებული შევარდაძის დროიდან ეს ქონება კი არ ვითხოვთო დაგვირიგე ნახევარი მოხსვადეს სოფლის მეურნეობას და თქვა მედიცინას ნახევარი მივცეთ დაბალ პროცენტებში ხალხს მიეცი დაბალ პროცენტებში აღორძინდება საქართველო და დავლაგდებით როდემდე ვიყოთ ამ მორმონების მასონების ეს არის აი მიზან მიმართული უკვე გამრავდე და ეს ოპოზიცია რო გაყვიდა ამ თანხებზე რა გვიქნეს და კიდე ესე უსმეთ ეს ბავშვები არასამთავრობოზე მე დაიწყებენ გეი პარადეზე ვერების გადაჭრა მე მინდა მოსიყვარულე იყოს მეგობრობის და საქართველოს შენების ღმერთმა გაუმარჯოს სულ ყველას გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა ზოაშურ ძალიან კარგი სახსენა თქვა თქვენი მომავალი თაობა ეს გეგმის ნაწილია რომ მომავალი თაობა ცინიკოსი გაუნათლებელი და აგრესიული და ამ პარტავანი გაზარდონ გამიგეთ ეს აუზრო საკუთარი შვილის შენ კონტროლის ქვეშ აღარ იყოს ეხლა რომ ვაკვირდები ახალგაზრდებს ტელევიზორში ინტერვიუებს ატარებდნენ გამიგეთ როგორიო შენ უნდა შეჭამო შენ უნდა დაასწრო ისო რა ქვიო მგელი უნდა იყო ესეთი იმით არიან ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი თინეიჯერები ჩვენი მოზარდები ხო ესეთი მსოფლმხედველობა აქვს თუ გამიგეთ აბა 70-80-იან წლებში რო გეკითხათ ახალგაზრდებს მაგას გიპასუხებდა ხო დარწმუნებული ვართ მაგას არ უპასუხებდა გამიგეთ ანუ ეს პროგრამა მიდის ამ ტელევიზიამ გაიგეთ ამ პროპაგანდამ ხო და მედიამ საშუალებით ეს ბავშვები ამათ აქცია მონსტრებად აქცევენ გაიგეთ ჩვენი შვილებს მონსტრებად აქცევენ ჩვენს წინააღმდეგ შემოძვირფასებო და პირველი ნაბიჯი დემონიზმისგან სატანიზმისგან არის საკუთარი მშობლის შეძულება გამიგეთ რა შეასაქმე და ეს აგრესიული ამ პარტავანი ცინიკოსის გაზრდა გამიგეთ რომელსაც კოკაკოლა და ჩიპსები ეჭირება ხელში აუშვი შენში ჭკვიტინა ღორი დაემორჩილე წყურვილის გზნობას აი ეს არის პოპ კულტურის დათესვა და ამითი მონობაში შეყვანა მოსახლეობის ისე რომ ვერც გაიგოს გაართო მოსახლეობა გამიგეთ საშინელ დღეში აი მე წლების განმავლობაში ამას ვიკვლევდი შემოძვირფასებოდა ერთი ერთზე ეს დოქტრინა მიდის ერთი ერთზე საქართველოში ვითარდება ეს დემონური ჭკვიტინა ღორი დაემორჩილე წყურვილის აი ესეთი ხუმრობაც იყო აი ზუსტად ერთი ერთზე რა აბსოლუტურად ხო დაემორჩილე წყურვილის გზნობას ეს კოკაკოლას რეკლამაში ზარია ის უაზრობა აბსოლუტურად ისაუბრეთ. ალო მოგესალმებით. აი რაც ხდება ბანკებთან დაკავშირებით ეს ხომ მევახშეობა და მევახშეობა ხო ერთადერთი დიდი ცოდვა. ეს ერთი. საერთოდ სამყაროში რაც ხდება მე მგონი დამეთაფხივით ეს რელიგიური ომიდან დაიწყო ყველაფერი.
ასევე ეს ყველაფერი რაც ხდება ეს გეი პარადები ეს ჩიპიანი პასპორტი ეს ყველაფერი ეს ნიშნები ხო ყველაფერი უკანასკნელ მოსulis ჟამს უნდა მოხდეს ყველაფერი ახლა მართლმადიდებლები თუ არ და მორწმუნეება თუ თulis თავს მე მგონი უნდა დავეწუნოთ ყველა ამ წინასწარმეტყველებას ასე რომ ჩვენ ნათქვამდა ჩვენ გერა უფალმა არის ეს მეორე პოსტოლდის იქნება და თითოეულის მომწანდება ეს ყოველ ზამაზე ცერმა იცის მაგრამ სანამ ეს სამყარო არსებობს სანამ ჩვენ ცხოვრობთ რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ ვიშრომოთ უკეთესობისკენ და ვიხწოდეთ მაგრამ მაინც ყველაფერი ხო ხსნება იცის ხომ კარგად იცით საკითხული გვაქვს რაელის ამერიკას რაელის რუსეთს და საქართველოს რომ გადარჩება და განგითხო რომ მე ქართულენაზე იქნება მეორე მოსულს მე მგონი ამაშიც დამეწუნებით ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ხელები არ უნდა ჩამოუშვათ უნდა ვიღვაწოთ უნდა ვიბრძოლოთ რომ მომავლისკენ ყველაფერი გამოვასწროთ და ერთადერთი იმედი ბატონოსო ეს ახალი თქვენი პარტია და მე თქვენი წევრი გახლავართ ამის იმედი გადაგჩენია ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იმიტომ რომ ყველა თქვენ ბრძანდებით ქართული სულის ადამიანები რომლებიც დაიცავთ ქართულ ინტერესებს ამერიკაშიც და რუსეთშიც და არა პირიქით იზამთ ამიტომ მე შემოვნებით გიერთდებით ღმერთმა ხელი მოგვიმართოთ და სანამ არსებობთ ამ ქვეყანაზე შევცადოთ რომ მივყვეთ უფლისნებას და ისიც მოგვეხმარება დიდი მადლობა დიდი მადლობა რომ ჩვენი პარტიის წევრი ხართ ქალბატონო აგრეთვე და რა მინდა ვთქვა ჩვენზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამე კი მე ვთქვი რომ სწორედ ეს დაშვება კაცობრიობაზე და ადამიანებზე ამ მართლაც საოცარი ბოროტების ამ ჩიპიზაციის არის იმის გამო რომ ადამიანები ერთმანეთისგან გაუცხოდნენ ანუ ეგოიზმის გაბატონების გამო კაცობრიობაში ხდება აი ამის დაშვება და სწორედ პარადოქსი რა არის რომ სიყვარული ხო ერთიანებს ადამიანებს და ეგოიზმი ხო ყოფს და აი ეს არის გაერთიანება ერთიანი დაუშვათ რადიო სიხშირის მატარებელი ჩიპით როდესაც ვერავინ ვერსად ვერ წაუვა ამას როგორც ნაწინასწარმეტყველებია და ვერავინ ვერ იყიდის და ვერავინ ვერ გაყიდის ამ ჩიპის გარეშე ამ როგორც ნაწინასწარმეტყველებია მაშინ ახლა ჩიპი არ იყო ეგ სიტყვა ამ ბეჭედის გარეშე და ზუსტად ამისკენ არის და ყველა საინტერესო ის არის აი ჩვენ არ გავაგზავნეთ რითი ასაბუთებდა ობამა ამ ჩიპების გაყენების აუცილებლობას ამაზეც ვისაუბრებთ ზუსტად ისე იმით ასაბუთებდა რაც ნათქვამია ჯერ კიდევ 2000 წლის წინანდელ წერილში ისაუბრეთ შედოვისა ბატონოსო ბატონო გიორგი მოგესალმებით მამაზეც შემა უფალი თქვენთან ყოფილიყოს თქვენი იმედი გაგვაჩნია მხოლოდ ძალიან ჩქარა მოვიშოროთ სატანა რომელსაც დაანგრია მთელი საქართველო ამარაკაცმა რას ველოდებით არ ვიცი თქვენს გვერდით ვართ მთელი მოსახლეობა თქვენ გაიხარეთ და თქვენ იყავით დალოცვილები რა გვეშველება ხო ციხის ამბები მაგრამ ციხეში ჩამჯდარი კიდევ უარესია ხალხი იპოტეკური სესხებით დაღუპული ჩალუბილი უსახკარო დარჩენილები სიტყვა იპოტეკა ამ არაკაცმა ასწავლა ხალხს არ არსებობდა მანამ ეს რა გაგვიკეთა გაიხარეთ ბედნიერება თქვენი იმედი გვაქვს ყველანი თქვენთანა ვართ იცოდეთ რა თქვენ გვერდით ვდგევართ დალოცვილები იყავით რა თქვენ გაიხარეთ თქვენ გადაარჩინოთ უნდა საქართველოს თქვენმა გამოჩენამ თქვენ შემოგელოთ ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჩემო ანგელოზო ბატონოსო ბატონო გიორგი გაიხარეთ და გახარებულები იყავით დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის რომ გიყურებთ და მე ყველა ობიექტივის მაყურებელს და რადიო მსმენელს მიმართავ რომ უამბეთ ამის შესახებ თქვენ ახლობლებს მეგობრებს ნათესავებს უცხოებსაც უამბეთ უთხარით რომ უყურონ ამ არხს გამიგეთ და გვისმინონ და ეს მიხვდნენ რაშია საქმე რომ გაიგოს ხალხმა ვინ გვებძვის და რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში რა ხდება და როცა გადაცემა მიმდინარეობს ობიექტივზე განსაკუთრებით ესეთ თემებზე შემოკარგებო დაურეკეთ ახლობლებს ნათესავებს მეგობრებს რომ ჩართონ ტელევიზორი და გადართონ ამ არხსა და ვიყურონ და მოისმინონ ჩემო ძვირფასებო და ვთხოვ ასევე პროდიუსერებს რომ გაამეორონ ეს გადაცემა რამოდენიმეჯერ ჩვენი პროგრამები რომ ხალხმა გაიგოს ყველაფერი იგივე თქვათ სოფლიო ბანკებზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდზე ვლაპარაკობდით
მახსოვს ჩემი ამერიკელი პროფესორის სიტყვები, რომ ბოროტების მეტი ამ ორგანიზაციებს არაფერი არ უკეთებიაო კაცო. თან ბოლომდე ვერ ლაპარაკობდნენ ლექციაზე ახლა, იმიტომ რომ შეზღუდვები აქვს, მათ უფლება არ აქვს ახლა ყველაფერზე საუბრის, მაგრამ მე მოკლედ იზახოდნენ, მე კოდექსებში ამას კითხულობდი გადასარევად, იმიტომ რომ მე ამას ჩემი პროფესორებისგან კი არ ვიგებდი, მარტო მე კვლევებს ვაკეთებდი წლების განმავლობაში და მე უკვე ერთი ერთზე ველაპარაკებოდი შესვენებებზე და ამაზე საუბრობდით უკვე და იციან ეს შტატებშიც და ამერიკელმა პროფესორებმა და განათლებულმა ხალხმა იციან, რასაც აკეთებს ეს ორგანიზაციები და რასაც აკეთებს თავიანთი მათი ხელისუფლება, გამიგეთ? ახალი სამყაროს წესრიგი, მსოფლიოს ახალი წესრიგი, რასაც აპირებს და რასაც აკეთებს. რაც გააკეთა უკვე ნახევრად, გამიგეთ? გადასარევად იციან ეს უკვე. ეს უკვე აღარ არის საიდუმლო, ეს უკვე აშკარად გამოაშკარავდა უკვე. უბრალოდ ეხლა ჩვენ საქართველოს უნდა გავაგებინოთ ეს რა ხდება და ხდება, ვინ გვებრძვის ჩემო ძირფასება, უნდა იცოდეთ ეს, გამიგეთ? ეს ყველაფერი სააკაშვილზე კი არ არის, კიდევ ერთხელ ვიძახი. აქ არის უკვე აქ მთელი მანქანა მუშაობს, გამიგეთ? სააკაშვილი ერთ-ერთი წარმომადგენელია და მისი ეს კრიმინალური ხროვა, ამაზეა ლაპარაკი. ზარია ეთერში. მოგესალმებით. ძალიან საოცარ და მძიმე ამბავს ვისმენთ ახლა ჩვენ. და აი ბატონო სოцо პირადად მინდა თქვენ მოგმართოს რომ იქნებ დაისახოს გეგმა ძალიან სერიოზული მოქმედების, კონკრეტული მოქმედების, რით შეიძლება ავაცილოთ ეს ქვეყანას და აი სიმძიმე შევამსუბუქოთ, თუნდაც კომპენსაციის სახით, თუნდაც აიკრძალოს ეს პროცენტი, მაღალი პროცენტი, ან აიკრძალოს ამ ხალხის მოგანოებად გადაქცევა და საერთოდ რევიზია ჩავატაროს ეს დანაშაულებრივი წესი ვინ დანერგა კონკრეტული პიროვნებების ხელმოწერები, თანხმობით, ხომ ეს ისე ციდანაც არ მოსულათ, ხო იყვნენ სათავეშიც კი ამისი მხარდამჭერები არა და მე ამდენი წელი რატო ვიცდით, სად იყვნენ ის ბანკირები, სპეციალისტები, დარგის, აი ამ სფეროსი ვინც ეთითოდა და არ იცოდა ეს დიდმა ფენამ ფართო საზოგადოებისა, ხო? და ანუ ის ხალხის არიან დამნაშავეები, თავიანთი უცოდინრობით და თავიანთი გულგრილობით. ამიტომ ბატონო სოцо, აი ხლა თქვენ პირადად მოგმართავ და თელ საზოგადოებას, ვინც თქვენ ახლა ამ წუთას გისმენთ, ალბათ არ გისმენთ, რომ მხარი დაუჭიროთ ბატონ სოцоს კანდიდატურას, მე მივესალმები რომ თქვენ გადალადებში დაგასახელეს და რა ვიცი, მე ვთვლი რომ ყველა პატრიოტმა და გულშემატკივარმა ელემენტარულად წესიერმა ადამიანმა უნდა მოხდეს ხმა და უნდა იყოს უპრეცედენტო მხარდაჭერა თქვენი კანდიდატურის, რომ თქვენ გახვიდეთ პარლამენტში და შეძლოთ აი ესეთი მწვავე და სასიცოცხლოდ ღირებული და აუცილებელი საკითხების დაცვა ჩვენი ქვეყნის. დიდი მადლობა, ქალბატონო, დიდი მადლობა. მე ორიოდე სიტყვით შევეხები ამ საკითხს. ისტორიაში ყოფილა ძალიან ხშირად ისეთი სიტუაციები, როდესაც მევახშეებმა დააკაბალეს მაგალითად ათენის მოსახლეობა და სოლონმა გამოსცა სპეციალური კანონი, CSA-ხია, ასე იყო კანონი ერქვა ამას, როდესაც სახელმწიფო, ანუ ათენის ქალაქ სახელმწიფო იყო მაშინ თუ გახსოვთ და აიღო თავის თავზე გარკვეული ვალდებულებები, იმიტომ რომ ნახევარი ათენი მონად იყო გაყიდული ამ მეპროცენტეების გადამკიდე. ასეთივე ღონისძიებები ჩაატარა ლუკულუსმა, როდესაც ის გადავიდა რომიდან მცირე აზიაში და ნახა ეფესში მდგომარეობა. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია მე და რატო ვამბობ ამას? სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის დაიცვას არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ მათი მოტყუებისაგან. ანუ მოტყუება თავისთავად ჩვენ არ უნდა გავიგოთ, თუმცა ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატები ცალკეულ მოქალაქეებს ატყუებენ ისე ანგარებითი მოტივების გამო სახელმწიფოს ყურადღების გარეშე ეს არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ეროვნული სულისკვეთებით უნდა იყოს გამშვალული. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თითოეულ უჯრედს, როგორც თავის ყველა ჯანსაღ ოჯახს უნდა იცავდეს და ჩვენ პირიქით რაზეც ვსაუბრობთ ყავდა და ყავს ჯერჯერობით ისეთი სახელმწიფო აპარატი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებდა ოჯახს, ტრადიციას, რელიგიას,
პირდაპირ ანადგურებდა, ასე ვთქვათ, აი ხატოვნად სისხლმბად უჯრედებს ჩვენი ერისას, რაც უფრო ჯანსაღი იყო ეს უჯრედები, მით უფრო მეტი აგრესიის სამიზნე ხდებოდა. აი, სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ერთად. გავაგზავნებთ ამაზე საუბარს, სულ რაღაც 8 წამში თავდება გადაცემა, 5 წუთში დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდებით 5 წუთში არ გადარჩით ჩვენთან ერთად. საინტერესო და დაურეკეთ ახლობლებს.